მოგესალმებით. მე და სანდრომ გადავწყვეტეთ, რომ დავიწყოთ პოდკასტი, ფიზკულტურას პოდკასტი ერქმევა და ვისაუბრებთ ყველა იმ თემაზე, რასაც პრინციპში სანდრო განიხილავს ხოლმე თავის Instagram გვერდზე. და უფრო ვრცლად გვინდა რომ ძალიან მეგობრული გარემო შევქმნათ, რაღაც ძალიან სერიოზულ თემებზე ვისაუბრებთ, მაგრამ ოჯახური განწყობა რომ იყოს. სახში როგორც ვლაპარაკობთ და ხშირად გვითხოვს სხვათა შორის, რომ აი ხარო კამერა ჩართული იყო, რამდენამეს გაიგებდა მაყურებელი თქო და აი გადავწყვეტ. ხო, იმიტომ რომ სანდრო ძირითადად უფრო რახან ბევრად მეტი იცის ვიდრე მე ამ თემასთან დაკავშირებით ისე საუბრობს ხოლმე, რომ ზოგჯერ ჩვეულებრივი ადამიანისთვის გაუგებარია და ამიტომ მე ვცდილობ რომ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ისე გადავაკეთო ხოლმე, რომ ძალიან გასაგები იყოს და ამიტომ დავიწყეთ ერთობლივად. ხო. ესე იგი, ფიზკულტურას პოდკასტი. ფიზკულტურა რა არის? ფიზკულტურა არის ჩვენი კომპანია, მე და სანდრომ დავაფუძნეთ. ფიზკულტურა ეხმარება ადამიანებს, ვისაც წონა შკლება უნდა, რომ ჯანსაღად დაიკლან. ჩვენ შეგვიძლია მოგიტანთ მზაკვება ყოველი დღის და ბევრნაირი მენიუებია და ასე შემდეგ და მე ამას აღწერაში ნახავთ. და ასევე წერს სანდრო კვების გეგმას, რომელსაც დღემდე თვითონ წერს, რადგან არენდობა სხვას არავის. მე ვარ სანდროს მეუღლე. იმდენად შემიყვარდა ეს სფერო, სანდრომ შემაყვარა და ისე შემიყვარდა ზოგადად, რომ გადავწყვიტე მეც აქტიურად ვიყო ამაში ჩართული. ძირითადად ვარ უფრო მარკეტინგით და პიარით დაკავებული, როგორც სანდროსი, ასევე ფიზკულტურასი. სანდრო, ხა შენ შესახებ მოგვიყევი, შენი მოსმენა უფრო ინტერესებს დარწმუნებული ვარ ხალხს. მოგესალმებით, ისე დავიწყეთ ეგრევე, როგორც სახში საიდან დავიწყოთ, ესე იგი განათლებით ბაკალავრი დამთავრებული მაქვს მარკეტინგი და მარკეტინგი გაქვს დამთავრებული და მაშინ ისე რქვა კავკასი თუ ეხლაც ისე კავკასიის ბიზნეს სკოლა. კავკასიის ბიზნეს სკოლა, ეხლა კავკასიის უნივერსიტეტი, მარკეტინგი, ძირითადი ხო ბაკალავრი ცოდნა მაგაში მაქვს მიღებული. შემდეგ მივდივარ ესე იგი ინგლისში წავედი და იქაც მარკეტინგი ღრმად უფრო მაგისტრატურა და თან ცოტა მენეჯმენტიც გავიარე. ამ პერიოდში უკვე ვარჯიშიც დაწყებული მაქვს აქტიურად და კვებაზეც თეორიულად ძალიან ბევრი რაღაც ვიცი, აი ძალიან უბრალოდ აქ საქართველოში პრაქტიკაში ძალიან მიჭირს და რთულია რომ აი ეს მთელი თეორია რაც მაქვს ჩემ ცხოვრების სტილს მოვარგო, თან სწავლა, თან ძალიან ბევრი რაღაც და აი ეს წარსულზე ლაპარაკობ, ხო? ხო, წავედი მე ინგლისში და იქ მარტო რო გიწევს ყოფნა, შენ თვითონ იღებ ყველა გადაწყვეტილებას და მთელი ეს ჩემი თეორიული ცოდნა, რაც მქონდა კვებაზე, უკვე პრაქტიკაში ვახორციელებ. რომელი წელია სანდრო ჩაგეცი? ესე იგი 2009-ში დავამთავრე კავკასიის რაც უნივერსიტეტის ბაკალავრი და 10-ში მე მგონი თუ 11-ში ზუსტად არ მახსოვს 10-ში მივდივარ ინგლისში და იქ მაგისტრატურა წელიწად ნახევარი 2 წელი გაგრძელდა და კიდე 2 წელი მე ვრჩები პოსტ სამუშაო სამბავში და თავიდან ვეცადე რომ მარკეტინგი მენეჯმენტი მაგამ ბავში მომეძებნა სამსახური, მაგრამ ცოტა რთული ამბავი იყო და მაინც რაც აი ძალიან მომწოდა და მიყვარდა, ძალიან რო შენია და გინდა, თან იქ მარტო ხარ, შენ თვითონ იღებ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად და მოკლედ იქვე გადავწყვეტე რომ ეს იყო ჩემი რა. ძალიან ნასწავლი კავკასიის ბიზნეს სკოლა, მე მარკეტინგის მასტერი და ყველაფერზე თქვი კიდია. წყალში არ ჩაყრა სხვათა შორის მარკეტინგში რავი არა, გამოგვადგა რა. მენეჯმენტის კომპანიაში ვერ ვიტყვი რომ ძალიან ხო რა. გამოგვადგა ძალიან. ერთი ბოდიში რა რაღაცას კითხავ. 2010-ში სანამ იმასქენი წახვედი მაგისტრატურაზე სანამ წახვედი და სანამ ბაკალავრიზე სწავლობდი. ეს მთელი ინფორმაცია მქონდაო რო თქვი. რა ინფორმაცია იყო 2010-ში? მე მართლა დარწმუნებული ვიყავი, ბოდიში ერთი წამი, მოაწყვეტინებ. მე მართლა დარწმუნებული ვიყავი, რომ ციციბურას უნდა ვჭამო დღეში 100 გრამი რომ გავხდე და რა ინფორმაცია საიდან გქონდა? არ იყო მაშინ მაგდენი წვდომა არც. წვდომა ინტერნეტი უკვე იყო კი. არა, იყო მესმის, მაგრამ ვიკითხულობდა. ძალიან ბევრი სხვადასხვა საიტზე, სხვა შორის ვიდეოებსაც აი ადრე კიდრა აი დროა
DVD და ისენი რა ქვია, ისეთი კასეტები. მოგეთ ყველაფერი და დარბაზიც აქ ეხარო ქსელურები გახსნე. აი რა დარბაზში ვარჯიშობდი მითხარი ძალიან. მანამდე სახენი არ ვიცი არც ერქვა სახენი რაღაცა დარბაზი ლოკომოტივის სტადიონის წინ იყო ქვევიცა და დანადგარები იყო ცოტა ძვენი, მაგრამ იყო რა. და იქ რო წავედი, იქ ხო მაგ ფიტნეს სფეროში ჩავარდი ეგრევე რა ანუ იმდენად ჩვენზე განვითარებულა წინ იყვნენ რომ იქ აი მით უმეტეს უკვე მე YouTube-ზეც იქაური ფიტნეს ინფლუენსერები კვებაზე ვარჯიშობ გავგიშდი სუმეთქი всё ესა რაღაცა აქ ჩებით ხო ამ სფეროში ვრჩებოდი მაგრამ აქვე ვფიქრობდი რომ ხო იქიდან ანუ ინგლისთან ისე არ წამოსულა რა წადი უნდა ისწავლო და უნდა რაღაცა იმუშაო დაფუძდე რაღაცა და ეთქი არა მინდა და უკვე ცოტა რთული ამბავი იყო ვიცოდი წინ რა გზის გავლაც ასე თუ ისე მომიწევდა და მით უმეტეს აქ რო ჩამოდიოდი იქ ეხა სად ინგნის საქართველოს მართლა ეხა ცოტა შემცირდა მაგრამ იმ დროს ერთი 30 წელი მინიმუმ სხვაობა ფიტნეს ინდუსტრიაზე ვიძახი აი ცადა დედამიწა საერთოდ სხვაგან იყვნენ და ნუ იქ ცნობილ ამბებს ამერიკაშიც ამბერს უყურებ და მე მთელი ამ თეორიის პრაქტიკაში რომ თურმე აი საერთოდ აი განსხვავებული რამ მართლა ცადა დედამიწა როცა ვარჯიშობ და კვებას ყურადღებას არ აქცევ რაც როგორც მოგიხერხდება რაც გამოდის ჭამ და ვარჯიშობ და კვებას ასე თუ ისე აი ცდილობ ყურადღების მიქცევას თუ ძალიან კარგად აქცევ ხო საერთოდ აი ვიზუალურადაც აი ისეთი ტრანსფორმაცია მქონდა და იქ სხვათა შორის იქ მომიწია ყველაფრის აი ეხაც როგორც ძალიან ისეა იმდენი ინფორმაცია ზოგი ისტორია ზოგი არასწორია იქ მომიწია ჩემი ყველა ამ თეორიის ჩემ თავზე გამოცდა იქ ვიყავ ინგლისში ყველა ანუ აქტიური ვარჯიშის პროცესის ყველაზე გამხდარიც ყველაზე ცხიმიანის ხომ სუქანიცას ყველა აი რაც კი რამე წარმოგიდგენიათ გაგიგიათ გაგიფიქრებიათ თითქმის ყველაფერი იქ საკუთარ თავზე გამოცადე მოკლედ მთელი იქაური ცოდნა და იქაური ცოდნა პრაქტიკაში გავატარე ბოლომდე გამელი წელი იყო კიდე გამახსენე ეგ არის ესე იგი 10-იან 11-ში წავედი დღემდე იძახი ხოლმე ესე იგი რომ რაღაც პროდუქტები უცხიმო ნაკლებ კალორიული უკალორიო იყიდულებდი აქ დღემდე არ არის კიდე არ არის ჩვენ ბაზარზე ხო მაგრამ ნუ აი ეხა რომ მოთხოვნა არ არის ფიზიკურად და მარკეტში ჩამოიტანონ დადონ აზრით უარ გაიყიდა და ნელა იწყება. რა ვიცი პროტეინის პოტინგები ისეთი სისტემით იყიდება. ხო, ეგეც ხო აი და მსახურე მე ესე იგი ჩამოვდივარ. იქ ნუ გავიდა 4 წელი და 3 წელი და რაღაც 4 წლამდე და ნუ უკაცრავად ახლა ისიც ვთქვათ მოკლედ ოღონდ რომ იქ მუშაობას დაიწყებ ფიტნესის სფეროში. ხო, ეგ იქაც ფიტნესის სფეროში. მომხმარებლები თუ კლიენტები დარბაზში იქაც ყვებასაც უკონტროლებ ვარჯიშსაც ასწავლიდი და ლაისენსი ავიღე იქ საერთოდ დარბაზში იმუშაოთ ჩვენთანაც სავარაუდოდ ახლო მომავალში შემოეგეთი ამბავი უბრალოდ მინდა და იმუშაო არა უნდა გაიარო ჩააბარო რაღაც აიღო ლიცენზია რო დარბაზში შეიმუშაო და შეძლო ავარჯიშო და დაუწერო კვების გეგმა მაგრამ მაინც იქ მოკლედ არ მომეწონა ვიცოდი რა რაღაც ისე რამდენი წელი ცხოვრე 3 და 8 4 წელი თითქმის გამოვიდა ჩამოვდიოდი მივდიოდა მაგრამ ძირითადად სულ იქ ვიყავი რა და იქ მიუხედავად იმისა რომ აი გადავწყვიტე რომ ფიტნეს ინდუსტრიაში გავყვე და იქ ძალიან განვითარებულია მაინც არა მეთქი არ მომწონს იქ აქ ჩამოვიდა აქ არის 2012-13 მე მგონი იმიტომ რომ 14-ში მახსოვს რომ დავიწყე არ ვიცი შენობა ეხაც ვინმე სახსოვდეს არის პერიოდი YouTube არა My Video რო უფრო პოპულარულია ვიდრე YouTube აი მაგ დროს დაწყებული აქ ამბავი როცა აქ უკვე იყო პირველი ასპრია იყო პირველი დარბაზი ერთი პირიანი ქონდა მაგრამ თუ ორი მე მგონი რომელიც აი უკვე ნორმალურ პირობებში შეგეძლო ვარჯიში ასე ვთქვათ რა და მაგ დროს ვიწყებ უკვე ხალხთან აი დისტანციურად კვების გეგმა რაღაც შემინია გაგახტუნო იქ ვიდეოებსაც ლაპარაკობ ამ ჩემ თეორიულ და პრაქტიკულ დაგროვებას ვცდილობ რომ უკვე აი პირველი ნაბიჯებია რომ ხალხს გადავცე როგორც იქ თქვათ ინგლისში ფიტნეს სფეროში რაღაცა უყურებდი ამას იმას ის მომეწონა და აქაც აი ვცდილობ ჩემ პირველი ნაბიჯები ეგ იყო რომ 2014-ია მე მგონი აი მაგ დროს არც რა კვების გეგმას ვინმე წეს დარბაზშიც
პირადი მწვრთნელი აიყვანე გავარჯიშოს ჯერ საერთოდ აია. საერთოდ კალორია მე ვიცი რომ საერთოდ კალორიაც კი არ იცოდნენ ძალიან ბევრმა, ჩვენ არა, მომხმარებლებზე არ მაქვს საუბარი, აი ვინც მუშაობდა დარბაზებში და ასე შემდეგ, იმდენად არაპოპულარული იყო ეს საქართველოში. ყვების ამბავი საერთოდ რა. ძალიან განვითარდა ეხლა. სწრაფად განვითარდით და ვეწევით და ეხლა რა ვთქვი 30 წელი იყო სხვა, სავარაუდოდ ეხლა ბევრად 10 წელი ალბათ ხო რავი და შეგინია ეგრე თქვა. და აქ ვიწყებ ხო აი მაი ვიდეოს რაღაცა ვცდილობ ჩემი რაღაც მარკეტინგ გუნინი რომ აი ეს ვიცი ეს შემინია ამდენი პრაქტიკა ამდენი რამე გამოცდილება მივიღე და შემინია დაგეხმარო და თავიდან რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ყველაფერი ისე აი ვიდეოს უსახსროთ უფასოდ და მე ჩდება ისეთი რომ ამ გეგმებს უკვე წერ ესე დისტანციურად მეილზე კონტაქტი რაღაც სოციალურ მედია ისე არ არის ჯერ და პირადად ხვდები ველაპარაკები ამობეჭდნი თეორიას მოკნეთ ძალიან ისეთი დრო არის და აი ზუსტად ბოდიში ახლა ისევ შეგაწყვეტდნენ და ამასობაში შენი ოჯახის წევრები დედა და მამა განსაკუთრებით ჩავარდნენ ოფიციალურ შოკში. ხო, ყველა, მაგრამ დედა მამა აქტიურად გამოხდა შვილო, რამდენი გასწავლეთ მარკეტინგი, მე კიდე მოვინდომეთ მარკეტინგი, ჩაგიღა მენეჯმენტის გასწავლეთ რაღაცა წახვედი ასეთი ინგლისი განვითარებულ ქალაქი ბრუნდებია კიდე რამ წვრთნენი რაღაც ფიტნეს სფეროსაც ვერ საერთოდ აზზე ვერ მოვიდოდნენ და მაგათი ფიქრობენ რომ წვრთნენი უნდა გავხდე და დარბაზში მუშაობა მინდა ეგ არის მიზანი სხვანაირად ვერ ავხსნი და ვერ უხსნი არა ეგ არაა ჩემი მიზანი სხვა რაღაც მინდა საერთოდ სხვაგან მივიდოდი რომელიც ჯერ საქართველოში არის ის არავინ და მინდა რომ აი რა მოკლედ საერთოდ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ხუბი რაღაცა ერთი ამბავი ბრძონები ესენი მაგრამ ნუ ცენი ეს რწუნი გზა გამოვიდა ისე რომ აი აქ ვარ ახლა ვზივარ და კი მე მახსოვს შენები რომ გავიცანი ბოლო აი ძალიან დიდი ხანი იძახდნენ რომ შორტებით მიდის სამსახურში რატო არ აცვია თეთრი საროჭი და შავი კოლო და ხელში რატო არ უჭერავს თუმცა ახლა ლეპტოპი დამაქვს იმით ისე გამოვიდა მაინც არა რატო არ დადის ესე სამსახურში შორტებს ვერ ელევი მოკლედ ძალიან უკვირდა შორტი ძალიან მიყვარს ხო და მე მოდის აი პირველი მოსწავლე მყავდა დარბაზში ვისაც აი გაუჩნდა სურვილი რომ ყვება დაუწერე უთხარი ესე ქენი და ვარჯიშიც მინდა მაგრამ ვარჯიშს ვერ ვარჯიშე მოდის შენ ბარემ ყველაფრის მენტორინგი ასე ვთქვათ გამიკეთეო შენ გამიკონტროლე ყველაფერიო და მან ეგრევე რა თქმა უნდა სასწაულის შედეგი გქონდა მე იქ გაისხვამაც ნახა დარბაზში რა შვები რა სასწაულს აკეთებთ ასეც უიყვებას ცოტა სწორად შვებით და ძალიან უცებ ძალიან სწრაფად გაიზარდა მოთხოვნა მე ბევრ სხვადასხვა დარბაზში ვიყავი ისე ინდივიდუალურად მყავდა ეს ინდივიდუალურად მყავდა იმ დროს არის მართლა აი არ ვიცი კიდე 1-2 თუ იქნება და ვინც ესე იცი რა იმ პირადი მწვრთნელი მყავს სანდრო მომავარჯიშებს საერთოდ რაღაც არ არსებული არ უცნაური ამბავი იყო და მე გამოდის ესე იგი 2000 და ამ ამბებში ვარ ორ სხვადასხვა დარბაზში დინი და გამოდე ვავარჯიშებ ხალხს ყვებას უწერ ამბები და მე არის რომ 2016-ში თუ 17-ში ერთ-ერთი დარბაზში წრეში გადავწყვიტე რომ აი დარბაზშიც აბა მაგამ ბავშვიც ყვება კარგად ვიცი ვარჯიში კარგად ვიცი მე თვითონ კარგად ვარჯიშო ხალხსაც ვარჯიშე მაგრამ აი დარბაზში ფიტნეს ინდუსტრია ვითარდებოდა ბევრი დარბაზზე ვიხსნებოდა და რატომაც არა დარბაზშიც მუშაობის პრაქტიკა მქონდეს მწვრთნელად თელამ ყველაფერს ძალიან წაადგებოდა ეგეც და ნახევარი განაკვეთი ასე ვთქვათ დარბაზშიც მუშაობდა თან ჩემი მოსწავლეებიც ვყავს მე იქ ნუ დარბაზში წინ წავედი ზევით ავდივარ და მე უკვე რამდენი ხანი ვიყავი რამდენი წელი და აი მე მგონი ახლა ეს უკვე შეგაწყვეტინებ რა გასაგებია მივედით იქამდე მე Instagram ხო მივედით იქამდე რომ Instagram-ი საქართველოშიც გახდა ნელ-ნელა ხდება უკვე პოპულარული შენც დაიწყე შენი ცოდნის გადმოფრქვევა და ხალხმაც გაიგო რომ რეალურად ძალიან ახალს მით უმეტეს იმ დროისთვის ახალს ამბო გააქტიურდი ძალიან დადება და ხო კოვიდის პერიოდში გააქტიურდი ძალიან და ნუ სოციალური ქსელებით გახდი ცნობადი
და შენი შედეგებით. მოდი ახლა ვაღიაროთ, რომ Instagram-ი, Facebook-ი და ასე შემდეგ ძალიან კარგია, მაგრამ ძირითადი ჩვენი პოპულარობა ჩვენსაც ვიძახი ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ მაინც მიმაჩნია რომ ჩემი წვლილიც არის რაღაცეებში. ეგრო მართლა, ანუ მე რო ენაზე, აი მე რო ვისწავლე და ვიცი და ზოგადად ეგეც არის რა, რაღაც დარგი ადამიანმა ღრმათ რო იცის და ბევრი რო იცის, გონია რომ რაღაცა აი ძალიან მარტივს ამბობს, არა და ვინც არ იცის საერთოდ აი რაღაცა სხვა ენაზე ლაპარაკობს და აუცი შე რო არ ყოფილიყავი, მე ალბათ რაღაც ვილაპარაკე ეს კაც რას ლაპარაკობს, ვერც გაიგებ და ვერ. ხო, იმიტომ რომ ძალიან რთულად საუბრობდი და მე გეხმარებოდი იმაში, რომ მარტივიანით გადაგეცა ხალხისთვის და ეხაც ეს მინდა ზუსტად, რომ აი აქ ძალიან ამაღლებული ტერმინებით არ ვისაუბროთ და ვისაუბროთ აი მაქსიმალურად ისე რომ ხალხმა აი ძალიან მარტივად გაიგოს რა, როგორ, რატო, ისთვის რანაირად აქამდე მივიდეთ მე ცოტა ხანში. Instagram-ზე ისეა რა, მაინც Instagram-ზეც არის, მაგრამ მოკლე ვიდეოებია. კონდა ვცდელობა და ღრმა, ალგორითმი თუ რაც არის, მოკლედ არ გამოდის მაგ პლატფორმაზე, რომ ერთი თემა აიღო და აი ღრმად ჩახვიდე, გონ სიღრმეში არ გულისხმობთ რაღაც თეორიული ტერმინები და არა, ანუ სხვადასხვა კუთხით მაგალითები მოიყვანო, აი ესე რო გექნა, ესე უფრო სწორი იქნება და ამან ეს რატო გამოიწვია მიზეზები და მოკლედ მთელი რიგი აი რაც ამ თემასთან ახლოს შეიძლება მომიდეს, ყველაფერი თავის ახსნით, აზრით, არსით რო გაიგო Instagram-ზე ცოტა რთული, ამიტომ და ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ აი ყველა თემასაც Instagram-ზე გვაქვს პატარა რილსებად განხილული, აქ გრძელი ვიდეოები, ჩავწვე ვიდეო რა, ნუ ერთმანეთთან საუბარი და სტუმარიც გვეყოლება ხოლმე. პრინციპში მოდი ახლა ჩავერთვები და უცებ ვიტყვი რა ფორმატი გვექნება. ზოგჯერ ვიქნებით მხოლოდ მე და სანდრო და განვიხილოთ რაღაცა კონკრეტულ თემას. ზოგჯერ გვეყოლება სტუმარიც და რომელიც იმ თემასთან ახლოს იქნება და მის მაგანიძე აგიხსნით ყველა სირთულეს თუ სწორი გზა როგორ ჯობდა, რა შეცდომა დაუშვა, რა უფრო შედეგის მომტანი იქნება, რა უფრო დამაზიანებელი და ასე შემდეგ ყველაფერს რა. გასაგებია. ფიზკულტურას შექმნის იდეა როდის წამოგვივიდა, თუ გახსოვს, მანდ უკვე ერთად ვიყავით. კი, Instagram-ზე ძალიან ისე იყო და ხო, ეგ გეგმას მე ხო გეგმას უწერ და გაწერენ გეგმით თავად უწევს მომხმარებელს, რომ წავიდეს, იყიდოს პროდუქტები, მოამზადოს, აწონოს სასტორზე. კი, მესმის, რაც უნდა მარტივიეთ აუხსნა და გასაგები იყოს და გაიგო ყველაფერი და სურვინიც აქ რო გააკეთოს, ბევრს ან მაგის დროის უფუნება ხო. მე ბევრად უფრო მარტივი არის ეს და ნუ რა ვიცი, გემოვნებს ამბავ. მე მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ დიდი კულინარი არ ვარ და ოჯახში ჩვენთან სანდრო არის კულინარი. მაინც მირჩევნია გამოძახებულ და ეგეთ საკვებს, ან თუნდაც ფიზკულტურა, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემს სახლში ყოველთვის არის, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია რომ მე თვითონ გავაკეთო იმ წამს მინდა ყველი და პურის მიღება და არა რაღაც კონკრეტულად ის რაც გამომიგზავს მე ესე მირჩევნია მაგრამ ბევრი ადამიანისთვის სრულიად საპირისპირო ურჩევნია რომ საპირისპიროა და გასაგები არის და მისაღებია და ნუ გავაკეთეთ ფიზკულტურა თუნდაც ყველაფერი იცოდეს კარგად მაინც სხვა რამეს არ უნდა მოაკლოს დრო და არც იფიქროს ამაზე მზამზა მოვიდეს წონაში კომფორტულად და ისე სწორად იქნებდეს რაც თავარია რა. კი, ეგრეა ნამდვილად. და ხო მაგ დროს აი ეგ მოთხოვნა რომ წამოვიდა თავიდან ცოტა ისე ვქონდა რა ცალკეული კერძებიც ვქონდა. თავიდან ვქონდა მარტო კერძები. ჯერ საერთოდ დავიწყეთ ისე რომ მარტო კერძა ეს მენიუები არ ვქონდა. მე არ გაამართლა დიდად და გადავედით მენიუებზე და მე მენიუებმა იმდანაც გაამართლა რომ საერთოდ ცალკეული კერძები სრულად ამოვიღეთ. ცალკეული კერძი მაინც ისეა რა, მაინც უწევდა დანარჩენი თავისთვის და ზოგს კერ უმეტესობას აი ურჩევნია რომ ცნიანად თავიდან ბოლომდე რომ გადავიდეს იმაზე რომ ამაზე დრო საერთოდ არ დაკარგოს არც ფიქროს და ესე იგი ეხა შენ რო საერთოდ აღარ მუშაობ წვრთნელად და დარბაზში მხოლოდ შენი საკუთარი სიამოვნებისთვის და შენ თვითონ ვარჯიშობ მხოლოდ მაგისთვის მიდიხარ ეს ალბათ უკვე ბევრმა იცის და ეს საკმაოდ დიდი ხანია ესეა ხო რამდენიმე წელია მე მგონი ეს რატომ მოვიდა იმიტომ რომ დროის უქონლობის გამო ხო მაინც დროის ამბავში ხო რა ანუ ეს ყველაფერი გინდა Instagram-ზე პოსტები მე ყველა მოწერილს ხო ჩვენ თავად სულ თავიდანო ეგრე ვქონდა და ბევრს უკვირს ეხაც რომ აი
ადრე მით უმეტეს რომ აი რაღაც უცებ ძალიან ბევრი მოედა ყველა სათითაოდ პასუხის გარეშე არავის არ ტოვებთ პასუხი ამ ყველაფერს ფიზიკურად რო უნდა რა დაჯდე რამოდენიმე საათი მე პოსტის მოფიქრებას გადაღებას მომზადებას ბევრად მეტი დრო მიქონდა და აი დარბაზისთვის რომ მიხვიდე ძალიან მომწონს, ძალიან სიამოვნებდა და ძალიან ბევრი წენი ვაკეთე. უბრალოდ აი აღარ დარჩა მაგისტრის. იცი რა მინდა ჯერ მინდა ხალხს ვუთხრა რომ სანდრო დღემდე თავისი პირადი ინსტაგრამი და ფეისბუქის მესენჯერი, ანუ პირადი მესენჯებს დღემდე თვითონ პასუხობს და არასოდეს არ ყოლია მენეჯერი აყვანილი დაქირავებული ადამიანი რომ კონკრეტულად ეს გაეკეთებინა დღემდე ყველას ვისაც ესაუბრება მიმოწერეთ თავად აკეთებს ამ ყველაფერს და პროგრამებსაც დღემდე წერს თავად არავიყვანეთ არავინ თუმცა არის ბევრი კარგი ადამიანი ვინც ისწავლა პროფესიონალი ასე თუ ისე და ვისაც უფრო დავხვეწავდით ჩვენ მაგალითად და დავაწერინებდით რაღაც პროგრამას დამხმარე რა მინიმუმ დამხმარეზე მაქსაუბარ მაგრამ მაგასაც არენდობი არავის გადაკეთებების თავის ყველაფერს თვითონ აკეთებს ეტაპებზე აპდეიტები ხო და ამ ყველაფერს დრო მიაქრა და დარბაზში ვარ. სხვა ჩვენ როდის დაიწყეს პროგრამების ანუ წერა რო ჩამოხვედი მაშინ არა აი უკვე კოვიდი რო დაიწყო აი მაშინ რო დავიწყეთ ანუ 5 წელი გავიდა მე 6-ზე დაიწყო 5500 ადამიანისთვის აქვს დაწერილი ინდივიდუალური კვების გეგმა 5500-ისთვის რაღაცა ვიცი რა რაღაცა მაინც რაღაცა გაგამოდის ვიცი ესე იგი მეც ვიტყვი ჩემზე მე სანდრო ამ სფეროდან გავიცანი მივედი დამხმარებოდა რომ ესწავლებინა ვარჯიში და სწორი კვება უბრალოდ წონაში კლება მინდოდა და ნუ თავიდან მართლაც პროფესიულად შევდექი დიდი ხანი საკმაოდ ამ საკითხს ძალიან ყოველთვის არასდროს არ ვიყავი დიდი და ჭარბი წონა და ანუ ჭარბი წონა არა ციფრებითაც ჩამილა პრინციპში ვთქვა ხო რატომაც არის 60 კილო არასოდეს არ ყოფილი ანუ 6-იანი არ დაუნახავს რა სულ როცა ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი 53 ვიყავი ხოლმე და როცა ცოტა ვიმაწებდი მაქსიმუმ 59 და ნუ ზუსტად აი ესე 59-ზე მივედი სანდროსთან რომელმეც რომ ამიხსნა მაშინ კვების გეგმას ჯერ არ წერდა უბრალოდ გიხსნიდა რა თემა როგორ უნდა გააკეთო და რომ ამიხსნა ეს ყველაფერი შოქში ჩავარდი მართლა ჩემთვის იყო აი ძალიან რამდენი რამე არასწორად ცოდნიან რა ხო რა კალორია რო არ აიყვარ ვიცოდი რომ პური არ უნდა ჭამო ტკბილი არ უნდა ჭამო მეგონა რომ მართლა საოცარ დიეტაზე უნდა იყო რაღაცა შიმშილზე რომ დაიკლო და ამას არაერთხელ ვაკეთებდი ყველა დიეტა მაქვს გაკეთებული რაც კი არსებობს აკეთებდი რა აკეთებს და ეხაც ვებრძვით ხალხს რომ ეს არ გააკეთე მაგრამ მე ხამ წამს ჩემ თავზე ვსაუბრობ და გავიქშევ შოკოლადსაც ვჭამდი და ნუ აი რა სადღაც აი ესეთი ისე მომეწონა და ისე შევედი მუღამში რა პირდაპირ ესე ვთქვა რომ აი მკლების რომ უეცრად ჩამოვედი 53-ზე კი არა და 50-ზე ჩამოვედი და ჩემს ცხოვრებაში რო არ ვიყავი ისეთ ფორმაში ვიყავი და სულ მინდოდა რომ მოკლე კაბას არ ვიცმევდი ხოლმე და მაგ პერიოდში მაგას ვაკეთებდი და ძალიან კარგი იყო და ძალიან მომეწონა სასიამოვნო შეგრძნება. ეხა იმდენად შევეჩვე უკვე ამ ყველაფერს, ეხლა აღარ ვარ 50 კილო და მომატებული, მაგ ცოტათი, მაგრამ ეხა უკვე მაგასაც ხვანაირად უყურებ და აი ეს აზროვნებაც რომ ცოტა მოემატებ და იკლებ აი ამის გამო დარდი ღელვა და მაგასაც აი ეს შემდეგ თემებში ერთი ეპიზოდი იქნება რომ ჩახვედი, შედეგი ნახე და აი მაგ შედეგის შენარჩუნება არ ნიშნავს რომ 365 დღე რამდენი წელი მაინც გაყინული იმ წონაზე იყავი. არა, მან ცოტა სხვა კუთხიდან ახვა, ცოტა სხვა აზროვნება საჭირო, სხვანაირად გააზრება, ცოტა გრძენი სტრატეგიის დასახვა საჭირო. მოდი ეხა ცოტა ამას ვიზამ, ავალ ცოტა ზევით, ეხა ვივარჩევ, აქტიურად ვარჩევ, რამოდენიმე კილო კუნც მომიმატებ და მოკლედ თენი ამბავია, მაგრამ მაგას თავი დაანებე ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში ის არის, როდესაც მიაღწევ შენ მიზანს და საკმაოდ დიდი ხანი შენ ვინარჩუნე მე ეგ მიზანი, რომ აი ამ ასეთი გამختარი ვყოფილიყავი. მე მივხვდი რომ არ არის აი რაღაც
არც ისეთი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, აი მაგას, რომ აი აუცილებლად ძალიან იწვალო და მაგ წონაზე გაჩერდა და ესეთი დაბალი წონა საკმაოდ რთული შესანარჩუნებელია იმ ადამიანისთვის, ვისაც არ უცხოვრია ეგრე და რთული ერთია და მეორე რამდენად ჯანსაღია. რამდენად ჯანსაღი და რამდენად რეალური. ანუ აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეგ გავითავისოთ, რომ არსებობს რაღაცა წონა, რომლის შენარჩუნება არ არის ჯანსაღი. ანუ უბრალოდ ვერ შეინარჩუნებ ჯანსაღი. და გრძელვადაში არ არის რეალური. და გრძელვადაში არ არის, ხო, და ამიტომ დღეს არ ვარ ისე, მაგრამ არანაირად აღარ მეშლება ნერვი, როგორც ადრე მეშლებოდა, თუმცა სულ ვაკონტროლებ, ბევრად ჯანსაღათაც ვიყვებები, ვიცი ზუსტად რომ მომინდა 1, 2, 3 და 5 კილოს დაკლება, როგორ უნდა დავიკლო და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად ჩავშალოთ ეგ ცალკე თემად, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, აი გაიგოს ხალხმა, რომ შენი სასურველი წონა დღეს რო გგონია რომ აი ეს არის კონკრეტ შეიძლება არ არის შენი ჯანსაღი წონა და მაგას უნდა შეგუოთ მაგას ტვინით თუ არ შეგუე ისე არ გამოვა. კი, ან რომც ჩახვიდე იმ წონაზე და ხვდები შენთვისაც იაზრებ რომ რეალურად დიდი ხანი აქ დარჩენა ცოტა რთულია არის გზები როგორ შეგიძნია ვთქვათ 365 დღე კი არა ზოგადად როგორც სასურველია ხოლმე როცა დათბება მზე ნაკნები გაცვია ზაფხულის პერიოდში ჯანსაღად აი შე რომ მოგწონს საცურაო კოსტუმს რაღაცა იმ შენთვის იდეალურ ცოტა ხანი არაჯანსაღ წონაზე თუნდაც იყო მერე მოაის ყველაფერი დააბალანსო და ისე რომ თან ძალიან კარგად იგრძნო თავი თან ჯანმრთელობა ზიანი არ კონდეს თან გრძელვა და ამის გამო ძალიან არ დაისტრეს თავი ამას ყველაფერს მიღწევადია თავის გოგოები უფრო მიხვდებიან ესეთ ტერმინს საცურაო აი ჩემ ძალიან კარგად გამოვიყურებიან ეს წონა მაკმაყოფილებს მომწონს ჩემთან აი საცურაო კოსტუმში არ მომწონს ხო და საცურაო კოსტუმის წონა გინდა იყოს 365-ვე დღე და მაგაზე ვიბრძვით ძირითადად არ არის რეალისტური არ გამოდის და ბოლოს ისე გამოდის რომ არც ზაფხულში არ შეიძლება ისე გამოვიდეს იმ სასურველ წონაზე ისე აგერიოს დაგერიოს ისე გადაიწვა ამ ბრძოლაში და ამიტომ სწორად დაგეგმვა სწორი ნაბიჯების გადადგმა აი ზემნიშნელოვანი აი უმნიშვნელოვანესო გრძელვადაში ყველაფერი კარგად კონდეს ხო და მოკლედ ახლა ამ პატარა დიალოგის შემდეგ ვთქვათ ვისთვის იქნება ჩვენი პოდკასტი იქნება ხალხისთვის ვისაც უნდა წონაში ჯანსაღად კლება ანუ ჯანსაღ კლებაში არ გულისხმობ მხოლოდ ჯანსაღ საკვებს და სწორ საკვებს გულისხმობ ტვინის მომართვასაც ისე სწორად და ფიქრებს და აზრებს და ასე შემდეგ რომ ჯანსაღი მენტალობაც დაგრჩას ამასთან ერთად და ასევე მათთვის ვისაც უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრება უნდა და ჯანსაღი კვება უნდა და ამაში ხელსიამოვნებას ნახავენ აი უდიდეს მართალია რომ როცა ჭამაი fast foods და junks და რაღაც ცუდ საჭმელს აი შეგრძნებაც ცუდი გრჩება და რაც უფრო ჯანსაღად იყვება იმდენად სასიამოვნო შეგრძნება გაქვს შენს და შენს ორგანიზმსაც რომ სულ არ არის საჭირო წონაში კლება იყოს მიზანი ზოგადადაც რომ უბრალოდ ეს იყო შენ ცხოვრების სტილი მაგისთვისაც ფანტასტიკური და იდეალური არის ცოტა რთულია ანუ ეს სიტყვებით გადმოციან ახსნა მაგრამ აი ცხოვრების სტილი კი არა ცხოვრების ხარისხი იმდენად მაღლა იწევს ცხოვრების ხარისხი იგულისხმება მუშაობა ტვინის აზროვნება ზოგადად ფიზიკურად ანუ ყველაფერი რასაც არ უნდა აკეთებდე ფიზიკურად ან ტვინით ყველაფერს უკეთესად გძინავს მეტი ენერგია გაქვს ზოგს მხედველობა შენება ყველაფერი ანუ უმჯობესდება აი სწორი კვებას თუ ყურადღებას აქცევ სასწაუნები კი ნამდვილად ეგრე ადამიანებისთვის ვისაც უნდა ვარჯიში და ფიზიკურად რომ იყვნენ დატვირთულები ან ფორმები შეეცვალოთ ან უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის და ასე შემდეგ. კი რა მაქსიმალურად ვეცდებით რომ აი ინსტაგრამზე 20 წამში 30 წამში 1 წუთში 2 წუთში რაღაცა აი ეს სწორია ეს არასწორია მითია ეს არის ყველაფერი აუხსნათ მარტივენაზე მაქსიმალურად ვეცდებით და გამეხმარება თქვენთვის გასაგებ აი უმარტივესად ასათვისებელ ენაზე აუხსნათ ეს ცოდნა მოგცეთ და ასევე
აი გზებსაც გასწავლით როგორ შენება, ცოდნა შენება ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია გაიგოთ და ძალიან ბევრი ვაუ რა კაი რაღაცა რა სიახნეა მოდი აი ეგ როგორ ცხოვრებაში გადავიდეთ რეალ ცხოვრებაში გადავიდეთ იმიტომ რომ დარწმუნებულობა ყველა თქვენთანაც გექნებათ რომ აი ერთი ნოუთი ან ერთი რაღაც სკრინშოტი ან ერთი წიგნი ჩანიშნული ვიღაცამ რო თქვა რომ აი რაღაც ხუთი საუკეთესო წიგნი რითაც არ ვიცი თვით განვითარება ხუთი საუკეთესო წიგნი რაღაცა ფუნის შოვნისთვის რაღაც და აი ჩაინიშნე მეც მქონდა რაღაც რამოდენიმე და ამას დაუბრუნე არა ჩანიშნული ზოგჯერ რჩება აი და ეს ამდენის ბევრი ახალი ინფორმაცია შეიძლება იყოს და როგორ დაალაგოთ სწორად ისე რომ ჯერ ერთი მეორე ჩადოთ თქვენ ცხოვრებაში რეალურად გამოიყენოთ და შეიგრძნოთ ამ ყველა ახალი ინფორმაციას რასაც მოგაწვდით მაგის ბენეფიტები თქვენივე თავზე თქვენივე ცხოვრებაში შეიგრძნოთ ეს ყველაფერი რა ძალიან გთხოვ რომ ფეხები გააჩერო საღზით ვეცდები ვცდილობ ხო კიდე ეს პოდკასტი იქნება აუცილებლად მშობლებისთვის და თუნდაც პატარა ბავშვებისთვის ხა ასაკი არ ვიცი მაგრამ ვინც შეძლებს რომ უყუროს და მოგვისმინოს იმიტომ რომ ვასწავლოთ წინასწარ უკვე ბავშვობიდანვე ჩაუნერგოთ ჯანსაღი კვება რა არის ზოგადად ბავშვი ჭამს იმას რასაც ხედავს სახლში ვარჯიში ანუ აი მართლა ყველაზე ჩემ ბავშვობაში არ არსებობდა არავინ მე არ მახსოვს ადამიანი ვინც ვარჯიშობდა მაქსიმუმ იყო რომ ჩოგბურთზე ვინც დადიოდა ისინი ვარჯიშობდა ნუ ბიჭები ფეხბურთზე და ასე შემდეგ ის ზოგადად ვარჯიში რას ნიშნავდა რატო უნდა გევარჯიშა რა უნდა გეკეთებინა ეგეთი კულტურა არ არსებობდა აუცილებლად შთაუნერგოთ ბავშვებს ეგ იმიტომ რომ ეს არის მათი ცხოვრების აი რა ვიცი მომავალი თან კარგი მომავალი ხო და აქ თავიდანვე ჩანერგენი რაღაც 6-7 წლამდე მიყვება დამიჯერეთ მთელი ცხოვრება მაგ კუთხესაც აი როგორ არის ჩვევები რატო უნდა მივაჩვიოთ თქვა აქტიურ ვარჯიშს რატო უნდა მივაჩვიოთ აი რაღაც ჯანსაღად კვებას ასე ვთქვათ კონკრეტულ პროდუქტებს რატო უნდა ვარიდოთ რატო უნდა იშვიათად ვაჭამოთ ეს თუ ეს პროდუქტები იმიტომ რომ აი აქ ყანიბდება პატარაობაში უყანიბდება მე მცენი ცხოვრება გაუაზრებლად გააზრე მიყვება თავიდანვე ნასწავლ ჩადებულ მიჩვეულ ჩვევებს და ამიტომ ეგ კი და აი მშობლებს კიდე აუცილებლად უნდა გაითავისონ ერთი რაღაც რომ როდესაც ბავშვი ხედავს რომ თვითონ მშობელი იყვებება არა ჯანსაღად ხა ის იქნება ჯანკი თუ ტკბილეული ნამცხრებ ხშირად ხა ზოგჯერ ყველა ყოფილს ვაკეთებთ მაგრამ ზოგჯერ ყველაფრის გაკეთებაც აი მაგაზეც ცალკე თემა გვექნება რომ ჯანსაღია და ბალანსი აუცილებელია რაღაც რადიკალიზმი აქეთ რადიკალურად ძალიან აი ყველაფერი ან მეორე კუთხეში ძალიან აი არა ყოველთვის დაბალანსებულად ჰარმონიაში უნდა იყოს კარგი ცუდი შეიძლება შეაერთო ისე რომ ეგ როგორც წონაზე ვთქვით რა იდეალურად რაღაც რადიკალურ მხარეს გაჩერება არარეალურია და ხშირად დამღუპანის გამოდის სადღაც შუაში უნდა ეცადოთ ცოტა აქეთაც გადავხვევთ ცოტა იქით მაგრამ შუაში მოსიარულე ყოველთვის შორს მიდის. ხო, და ამიტომ ბავშვს მოვთხოვოთ, რომ არ ჭამო ჯანკი, არ ჭამო ეს ბურგერი, ფრი, ტკბილი შოკოლადი. პირველ რიგში თვითონ არ უნდა შენ არ უნდა დაანახო, ხო? რაცა უნდა აუხსნო ვერ გაიგებს. ხო, და ამიტომ მინდა რომ აი ეგეც დავნერგოთ, ნუ ვეცადოთ ხო, დავნერგოთ მე და შენ არ ვწოდოთ გამოგვივა, მაგრამ ვეცადოთ. შეიძლება ბევრ მშობელს ვაუ, ხო, აი, ჩემ ვაძანებ ჩემ ბავშვს არ ჭამოს, არა და მე ვჭამ, ვერც კი ხვდებოდეს, რომ ახსნით და იცი რა, ეს ცუდია და შენ ჭამ, ხედავს ვერ გებულობს რა, ცუდი თუა, მაშინ მამა ჩემი რატო ჭამს დედაჩი. ესე იგი და ცოტა უფრო სწორად, სწორ გზაზე თავიდანვე დავაყენოთ შობელმა შეიძლება ეს გზა ანუ დაინახოს ხვანაერად და თვითონაც ხო თავის თავზე იცდება რომ შეცვალოს და თავის შვილსო თავიდანვე სწორ გზაზე დააყენებს ხო მე რამდენ მადლობას გვეტყვის. ნამდვილად აკრეა. ჩვენი პოდკასტი დღეს ახლა ხო მივხვდით რომ არის პირველი ჩაწერა გაცნობითი ხასიათი ზოგადად რაზე იქნება რა შევეხებით რატომ რისთვის და ასე შემდეგ.
ამიტომ ასევე იმას ვიტყვი, რომ შევეხებით ეს მე მგონი უკვე ვთქვით, მაგრამ მოდი გავმეორდეთ, რომ ყველა თემას, რაც გვაქვს თუნდაც Instagram-ზე, ჩვენ Facebook-ზე დახურული ჯგუფიც გვაქვს და იქ სანდრო თავის დროზე წერდა ძალიან ბევრი სტატია აქვს დაწერილი. სტატია პოსტი, რა ვიცი როგორც გინდათ ისე დაუძახეთ ცოტა უფრო ცლად რო გაეგოთ ხალხს რომ რაღაც ამბავი ანუ ის გეთქმაც უნდა რომ გადმოეცა, ოღონდ ამას წერილობით აკეთებ და Instagram-ზე ვიდეოთი ისე წერილობით მოკეთ ყველა გზაცა და სულ ეგ პოსტები ავიღოთ და ჩავშალოთ და აქ კარგად ვისაუბროთ და განვიხილოთ. სხვადასხვა კუთხით მაგალითად როგორც ვიცი. ბევრად კარგი, ანუ შევეხებით მითებს წონასთან კლებები, წონაში კლებასთან დაკავშირებით, ჯანსაღ ცხოვრებაზე, კვებაზე, ვარჯიშზე და ასე შემდეგ. ანუ აი ვერ ვიკლებ, იმიტომ რომ ინსულინ რეზისტენტი ვარ, ახლანდელ ცნობილ წამლებზე ოზემპიკი მუნჯარო და ასე შემდეგ. დამიკნი ადრე ყველაფერს ვჭამდი და იგივე ვჭამდა რატო მაგასაც ეგეთ და ნუ აი 1000 სისხლის ჯგუფის მიხედვით კლება სხვადასხვა დიეტებზე მოკლედ ძალიან ისე რა ვეცდებით რომ ვიწროთ ხო ფსიქოლოგიური ყველა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩვენ ფიზკულტურაში ყავს ფსიქოლოგი კვება ხა ფსიქოლოგიასე განხრები არ არსებობს თუმცა სპეციალიზირდება კვებაზე ამ ეტაპზე რადგან ჩვენ თამუშაობს ძირითადად და ის მომხმარებლები ჩვენი ვინც სანდროს კვებასაც იცავს და თან სალომესთან ჩვენ ფსიქოლოგთან დადის ბევრად უფრო კარგ შედეგებს დებენ იმიტომ რომ ვისაც აქვს ეს პრობლემა რომ მენტალურად ჭირდება დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია და სალომეს ჩვენ მოვიწვევთ და ამაზეც ვისაუბრებთ ჰორმონები ჰორმონები ძალიან მნიშვნელოვანია ხა მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი რომ თქვათ მოგატყუებთ ხო ენდოკრინოლოგიის ჩართულობაც მნიშვნელოვანია თუ არის საჭიროება ამისი ამაზეც ვისაუბრებთ ამაზეც გვეყოლება სტუმარი რაც კი რამ ყველაფერი რაც კი აი რაც ხსმენიათ გაგიგიათ ეხლა რაც გამოდის აი წონის კნება სწორად ჯანსაღად ჰორმონები არევნი ჯამრთელობა ისე მაქვს მენტალურად ცოტა მძიმედ ვარ აი ყველანაირად ყველა მხრივ ავხსნით მარტივენაზე გაგაგებინებთ როგორ ჩადოთ ცხოვრებაში ნაბიჯები როგორ გამოიყენოთ ამ ყველაფერს ყველა ეპიზოდში რიგრიგობით მიუყვებით და გავუნით ისე რომ არ დარჩება არც ერთი ადამიანი ვისაც ყველა ეპიზოდი ნანახი ექნება და წონა ვერ დაიკლოს ან ვერ გაიგოს ვერ მიხვდეს რატო ვერ იქნებს წონა აი ყველას გეცოდინება ეს ჩვენთვის ცუდი არ არის მომხმარებელი ვახარ კლასის არა რა აი ეგრე არა ხუმრე რა თქმა უნდა ხუმრე ჩვენ ყოველთვის გვინდოდა და ყოველთვის ჩვენი მიზანი ეგ არისო რომ ხალხს გავაგებინოთ როგორ გააკეთონ საერთოდ დამოუკიდებლად ყველას ჩართულობის გარეშე და ვისაც ცოტა მონდომება საჭირო ძალიან ბევრი წერს რომ არც გეგმა არ დამიწერი არც ფიზკულტურა არ გამოუწერი უბრალოდ შერჩევებს მივყევი და დავიკენი ძალიან ბევრი კილოგრამი და შენ წარმოიდგინე რამდენს დაიკლებენ ვის მოინდომებს პოდკასტების ყურებით სადაც ასეთი დეტალური განხილვა გვექნება კი 20 წამი და 30 წამი რომ მე რაღაც სიტყვებს ვისროდი და არც უხსნიდი არც რაღაც აზრით ცოტა ისე გამოქონდა მაგითი რომ ესეთი შედეგები აქვს ეგ ადამიანი პოდკასტს რო უყურებს ხო საერთოდ ასევე მინდა თავად ჩვენ მაყურებელს ვკითხო რომლებიც იმედია გვეყოლება და იმედია მანდაც დაფოლოვება YouTube-ზე არ ვიცი ხო იცით რა ხდება დიდად არ ვუყურებ დიდად subscribe-არი ის არა ქვია მაგას გამოგიწერს ხო გამომწერს subscribe-ერები უნდა შევაგროვოთ subscribe-ერები უნდა შევაგროვოთ ხო კი შევაგროვებთ კი საინტერესო თემაა და აი წონის დაკნება ან წონის დაკნება იქნება ძირითადი თუმცა ზედმეტი წონის ჩამოკრება ჯანსაღი ცხოვრება ვარჯიში ეს ყველაფერი ერთმანეთში გადადის რა დღეს არ ვიცი ვისაც არ აინტერესებდეს ეგ რახან თემებზე ვსაუბრობთ რა თემები იქნება სამომავლოდ ამასაც ვიტყვი რომ არაერთი ადამიანი გწერს
რომ სულ წონის კლებაზე რო ლაპარაკობ, ვიწერები, საუბრობ, ვიდეოებს წერ და ასე შემდეგ, ერთხელ წონის მომატებაზე თქვი რამე. აი გვიქნება ცალკე რა თქმა უნდა. უმცირესობა არის რა შედარება, მაგრამ როგორც ჩვენ განვიცით, ბევრად უფრო რთულია წონაში მომატება ვიდრე წონაში კლება და ამაზე საუბარით, ანუ თითქოს რაღაც ერთ ვიდეოში ვერ ვატევთ, ხო, მაგას და შეგვიძლია ერთხელ ცალკე დავუშვათ. და რადგან ხო რა უმეტესობას წონის დაკნება უნდა თან ერთ ვიზუ მოგეთ ისე გამოვიდა რომ აი მაინც და მაინც კარგად მარტივად ხო და არ არის მე მგონი სწორი და მინდა რომ გავაკეთო და აი ერთი თემა ეგეც აუცილებლად საერთოდ ყველაფერი აი მართლა რაც კი რამე გაგიგიათ ვარჯიშზე, კვებაზე, ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას და ასე შემდეგ ყველაფერი უნდა განვიხილოთ. წონა ასვლა ჩასვლა ვარჯიშზე მოგეთ ყველაფერი ღრმად და ეხლა რამე და სანდრო რომ მივმართოთ ხალხს გამომწერებს subscriber სმენელს რომ თვითონ მოგწერონ თემები, რაც დაინტერესებთ, იმიტომ ჩვენ კი გვაქვს გეგმა და რას გქონდა სტუმრის მიხედვითაც იქნება, მაგრამ აი თქვენთან ჩამოწერეთ რა თემებია. ოღონდ აი ძალიან ზოგადი არ თქვათ, ხო, აი რაღაც უბრალოდ წონა, აი რა კონკრეტული. ხო, წონა არა, უბრალოდ წონაში კნება მინდა, არა, ეგრე არა, რიგითობა რომ თქვათ რა თემაც უფრო მეტად გაინტერესებთ, თავიდან იმ ანუ თემები ამოუწურავი რა თქმა უნდა, რაც უფრო საინტერესო იქნება, დაგვიკომენტარეთ რომელი უფრო გინდათ თავიდანვე რო ვილაპარაკოთ და რიგითობა მოთხოვნის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილისამებრ რა. დაკონკრეტებაში იგულისხმება ხო მარტო აი წონის კნება მინდა და რა გავაკეთო არა თქვათ საუზმე თუნდაც რა ვჭამო არ ვჭამო რა ჯობია საუზმეზე ვჭამო ვარჯიშის წინ საათები როდის ჯობია ვჭამო შეიძლება იყოს რამდენჯერ ვჭამო რა პროდუქტები ვჭამო ბევრი რაღაც საღამოს ვივარჯიშოთ ხევარჯიშოთ წონის იმდენი რაღაც თემის ჩაშლა შეიძლება მარტო ჰორმონალური პრობლემები ვიღაცას კუჭი აწუხებს ვიღაცას ნაწლავი აწუხებს ვიღაცას აი იმ ჭირს და როგორ დავიკვე ხო ვარ თუნდაც ყველაზე გავრცელებული ეხა რაც ვარ ინსულინ რეზისტენტური და ვერ ვიკნებ და რა გავაკეთოს ამბავ კარგი, მე მგონი უკვე პირველი ეპიზოდისთვის და ჩვენი გაცნობისთვის მაქსიმალურად ბევრი ვისაუბრეთ, ზოგადი, ძალიან ზოგადად და შემდეგი უკვე იყოს დეტალური განხილვა იყოს ახლა ვისაუბრეთ მაგისი. და საბოლოოდ მოგძით რა ესე მოვიფიქრეთ, რომ ერთი signature question გქონდეს. ჩვენ კითხვა, რა გააკეთე დღეს შენი ჯანმრთელობისთვის? ერთმანეთს დავუსვათ ხოლმე ორივემ, ხო? ეხლა მე გეკითხები, სანდრო, რა გააკეთე დღეს? ერთი რაღაც უნდა მითხრა. რა გააკეთე დღეს შენი ჯანმრთელობისთვის? რა გავაკეთე დღეს ჩემი ჯანმრთელობისთვის? ძალიან ჯანსაღი საუზმე მივირთვი. ეხლა შემკითხე. შენ რა გააკეთე დღეს შენი ჯანმრთელობისთვის? არ ვუპასუხე ტელეფონის ზარს. ეგეც ისეთია რა. ზარს გააჩნია, მაგრამ ხო, ნუ მე კონკრეტულად იმ ზარს არ ვუპასუხე, რაც არ მინდოდა რომ მეპასუხა. აი, ეს არის ჩემი ჯანმრთელობისთვის დღეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ეგ. მოკლედ, შენ ხშირად ჩახარ ხოლმე შენ სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ და გიწევენ კიდეც აქეთ ბევრგან არ მიდიხარ, ვერ მიდიხარ. დროის ეგ სხვა შორის ხო რა, დროის უქონლობის გამო ხო რა, ბევრს უნდა რომ მივიდე, მაგრამ ისე რა, მე ხშირად არანაირის არ მაქვს, ძალიან დიდი სურვილი მაქვს მივიდე, ვილაპარაკო, ეს ყველაფერი სანამ თქვა ჩვენს გადავწყვეტი, სხვასთან მივსულიყავი და მას და ეს სხვა შეკითხვები და სხვისი პლატფორმიდან მომეწოდებინა ეს ინფორმაცია, უბრალოდ აი მართლა ეხლა რაც ჩამოვწვარ, გეგმები, მიმოწერა, ფიზკულტურა, ჩემი ვარჯიში, კვებაც მეც ხან ფიზკულტურა, მაგრამ ძირითადად მაინც მე მიჩვენე ამ ყველაფერს აი ფიზიკურად დრო მიაქვს რა და რომ ერთი დღე აი რაღაცა 3-4 საათი გამოვყო რაღაცას უნდა მოვაკლო, რაღაცას მოვაკლო, მე მიგროვდება და საერთო ჯამში ჩემი ჯანმრთელობა ამით რა გააკეთე, როგორც ჩემთვის ტელეფონის ზარი იყო, ჩემთვის ჩემი თქვა დღიდან რაღაც 3-4 საათი გამოკრნება
შენობა ისეთი ზიანი მიაყენოს ჩამრცელობა, ისე დაუგეგმავი და იცი რა მოდი. აი ხა უკვე ბევრ დღეებზე გადახვედი, აღარ მინდა. მაგას მე გავარ. ხო და აი ხა რატო დავიწყე საუბარი, რომ შენ შეჩვეული ხარ ამ ყველაფერს და მე ძალიან არ ვარ შეჩვეული და გარდა იმისა, რომ შეჩვეული არ ვარ, არ მსიამოვნებ ზოგადად ხალხში ესე გამოჩენა, რაღაცა პოპულარობას ეხა არ ვიცი, მაგრამ Instagram პოსტებზეც აი თითქმის არა. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მხარდაჭერა, ჩვენი მსმენელების და მეტი დადებითი კომენტარი და ჩემი ჯანმრთელობისთვის მე მომწერეთ პირადში თუ რამე არ მოგეწოდება. ნუ მაგრამ კრიტიკასაც მივიღებ აუცილებლად და გამოვასწორებთ ეგრე ჩვენი Instagram-იც ეგრე დავიწყეთ და ყველაფერი საერთოდ რომ რაც არ ვინმეს არ მოწონდა ვასწორებთ და კარგად ვარგებდით თქვენზე, თქვენ სურვილებზე, ხალხზე, იმიტომ რომ ზოგადად მთელი ჩვენი სამსახური თქვენ რომ კარგად იგრძნოთ თავი ეგ არის. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მაქსიმალურად ჩვენ რომ როგორ თქვა, თქვენთვის იდეალური პროდუქტი გავაკეთოთ მარტივად მოსას მე რაღაც ამას ამაშვები ესექენი მოდი ისე ყველაფერი შეგინიათ ჩემკენ გამოვიშვათ. დიდი მადლობა. კაი, დავემშვიდობოთ და შემდეგ ეპიზოდები